გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენი კანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. მადლობა ბენს, გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემას ძვირფასო ტელემაყურებლებო ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობით. როგორც იცით, ჩვენი გუნდის წევრი ონისე ცხადაძე უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება ციხეში და მასთან ერთად სხვა პატიმრები. ახლა კიდე დაემატა ახალი პატიმრები, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაგ ირჩი-ჯაფარიძე, ბიზნესმენი გიორგი ბაშიაშვილი, წინა კვირას კიდე ერთი პატიმარი ნიკამელია. მინდა ყველა სოლიდარობა გამოუცხადოთ ძვირფასო მეგობრო, მალე გათავისუფლებას გისურვებთ ჩვენო პატიმრებო. ეს პატიმარი ნიშნავს პოლიტიკურ პატიმარს, ნუ ქართული ოცნება ხო გვიჩივის, რაც ფარას კანონი ძალაში შევიდა, უფრო აი კონკრეტულად აი რანაირად აგიხსნათ რა ხდება. ანუ აი რაღაც ესეთ ფრაზებზე გვიჩვით. მოკლედ 31 მაისს ძალაში შევიდა ფარას კანონი, რომელიც აღსრულების მიზნით ჩააბარეს რაჟდენ კუპრაშვილს. მოდით ნახოთ როგორ გამოიყენა პირველივე კვირაში ქართულმა ოცნებამ ეს კანონი. ოცნება ფორმულას TV პირველს და მთავარ არხს მარეგულირებელ კომისიაში უჩივის შემდეგი სიტყვების გამოყენებისთვის ოლიგარქის სამინისტრო, რეჟიმის პატიმრები, პოლიტპატიმრები, არალეგიტიმური პარლამენტი და ასე შემდეგ. ხვდებით ხომ რაშია საქმე? მთავრობა უკვე ნათქვამი სიტყვების კონტროლზე გადავიდა. ეს ინფორმაცია ასე უფრო გამართული იქნებოდა. იკრძალება ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა ოლიგარქის სასამართლო, რეჟიმის გარუსება, ესეც ასევე ჟურნალისტებს დაურიგებენ ნახევარლიტრიან წყლის ბოთლებს, სანამ მთავრობას ახსენებენ პირში, რომ წყალი გამოივლონ. და ნუ მერე შესაძლებელია უკვე რაღაცა ფრაზების თქვა. არა და რუსეთში ძვირფასო ტელემაყურებლებო, ასე პირდაპირ პუტინსაც კი არ აუკრძალავს სიტყვების გამოყენება მედიაში. პრინციპში მერე რა პუტინს რო არ აუკრძალავს. ყველაფერ მაიმუნობაში ხوار უნდა მიუბაძოთ პუტინს. ცოტა იმანაც მოგბაძოს ახლა. მარტო ჩვენ ყოლ ვიქნებით იმის მიმბაძველები. ჩვენც მომზადებულები დავხვდით ამ კანონს ძვირფასო მეგობრებო. ამიერიდან ვანო შოუს შეცვლის სამეთყოლო ენას და იცოდეთ, როდესაც ვიტყვი სოპრანოს, ვგულისხმობ კლანურ სასამართლოს. შეძლებული კაცი ეს იქნება ოლიგარქი, ანუ შეძლებული კაცი ესე რომ ვიტყვი, ოლიგარქი ბიძინა. და როცა ვამბობ დამსვენებელი, ეს იქნება პოლიტპატიმარი. დამსვენებელი ონისე ცხადაძე, ანუ პოლიტპატიმარი ონისე, ასე რომ სოლიდარობას უცხადებ უკანონო დამსვენებლებს, ძვირფასო მეგობრებო. სიტყვა გარუსებაც არ შეიძლება რომ ვთქვათ, ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ტერმინი მიმდინარეობს ქართველების გაქერავება. შვენიერია რა გაქერავება რა არის ცუდი. ანუ გარუსება, ან სხვა ვერსია, მაგალითად ალბათ შეიძლება ვთქვათ გაღორსლავურება. საქართველოს ვერ გააღორსლაურებთ. ესეც კარგია. ასევე იგზავნება სიტყვა ოლიგარქის გამოყენება. არც ეგაა პრობლემა, ოლიგარქის ნაცვლად დაუძახოთ ყულაბა. და რაღაცნაირად გვანან ერთმანეთს ოლიგარქი და ყულაბა. ორივე ფულს ინახავს და ორივეს ფულის მარტო ჩასაგდები აქვს და არ ამოსაღები. ოლიგარქის ჩანაცვლება უფრო ორიგინალურად და უფრო მოკლედად შეიძლება, მაგალითად პირდაპირ ავდგე და დავარქვათ ბიძიგარქი.
თან ეს სიტყვა საერთოდ არ არსებობს ეს სიტყვა, არ არსებული სიტყვა. მიდი და გამომედავე ხა ბდიე რამდენის გიდე. ესე იგი, რამდენ სიტყვასაც აგვიკრძალავთ, იმდენ ახალ სინონიმს მოიფიქრეთ. ნუ ფაქტიურად ჩიხში ხართ ახლა შესულები. ჩიხში. რა უნდა ქნან ახლა ჟურნალისტებმა? როგორ უნდა წაიყვანონ პოლიტიკური თოქ-შოუები ან საინფორმაციო გამოშვება? წყევლა სხვათა შორის არ არის აკრძალული. ამიტომ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ეპითეტები. წარმოიდგინეთ TV პირველზე იწყება 8 საათიანი გამოშვება, ზალიკო და ეკოს ხედან ეთერში და იწყებენ საინფორმაციოს ასე. დღეს მიწა დასაყრელმა ქართულმა ოცნებამ ფარას კანონის აღსრულება დაიწყო. მეხდაცემული კახი კალაძე წინა საარჩევნო კამპანიას იწყებს. რა ვიცი, არ არის აკრძალული და რა იყო, რა უჭირს. იცი რა არის ამ სიტყვების აკრძალვებზე მე ძალიან ბევრს ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ოცნების ეს ძალიან ცუდი იქნება. მაგალითად, საერთოდ არ ვიხმარ მაგ სიტყვებს, მაგრამ მაგ ნაწილებს გამოვტოვებ, მაგრამ ეს შეიძლება ხელისუფლების უარესი იყოს. აი მაგალითად, კობახიძე, რომელიც გახლავთ წევრი, გახლავთ ყველაზე მართველი. აი ამ ადგილებში მოსახლეობა შეიძლება 1000-ნაირი სიტყვა ჩასვას. და რა ვიცი, უარესი არ იყოს დამიჯერეთ რა. ძალიან საინტერესოა რას ფიქრობენ და როგორ ამართლებენ მედია რეგულაციის კანონს ქართული ოცნების სახეები. მოვისმინოთ ამიერკავკასიაში უძლიერესი პოლიტიკოსის ნინო წილოსანის კომენტარი. მედია რეგულაციაზე ატეხილ აჟიოტაჟზე გამახსენდა. დიდ ბრიტანეთში თვეში 1000-ზე მეტ ადამიანს იჭერეს სოციალურ მედიაში დადებული პოსტების გამო. აუ ნინიკო, რა კარგად თქვი ეს. აი რა კარგად თქვი. ერთი ხომ არ ჩაუვარდეთ აი ამ ბრიტანელებს. მაგათ რა გგონიათ? აუწიოთ ბუკინგების სასახლე? დაუყოვნლებით მოვითხოვოთ პოსტების გამო დაკავებული პატიმრების გათავისუფლება. არ იქნება სამართალი. Will be no peace. აი ეგრე. არ გაუვათ მაგაც. არ გაუვათ. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. პოლიციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე მთავრობამ დააჯილდოვა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი უდარდელი, ახლა უკვე მართლაც უდარდელი ვახტანგ გომელაური. არხეინა კაცი, მე არხეინა მინისტრი. თან უბრალოდ ჯილდოთი კი არა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. მე ვნახე და ძალიან ლამაზი ორდენია. მოოქროვილი მედალია და ასე ლამაზად აწერია სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გულობიზა. ესეთი ესე აწერია სიტყვით, ესეთ აწერია ძვირფასად გულობიზა. პოლიციის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე. მე ხო შეგვიდი ძვირფასო მეგობრებო, რომ ამ ადამიანს პერიოდულად სულ შევეხებით, იმიტომ რომ მისი სახელი ყოველთვის რაღაცა იმებთან არის დაკავშირებული ბევრ სახალისო ამბებთან. გეკა გელაძე. მოვისმინოთ ამონარიდი მისი სიტყვი და პირველი სიტყვა რა თქვა. კმირდებით როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და როგორც პოლიციელი ყოველთვის ვიქნები თითეული პოლიციელის ღირსებისა და პატივის დამცველი. გეკა გელაძე პოლიციელებს დაიცავს და მოსახლეობამ რა ვქნათ გეკო? ჩვენ ვინ დაგვიცავს გამაგებინე? პოლიცია თუ მხოლოდ პოლიციას დაიცავს, ხალხი იქნება სახანძროს ჩააბაროთ ან და მაგათმა რომ მოგხედო. აბა ფორმიანებს მე ახლა ფიზიკურად სხვას ვერავის ვერ ვიხსენებ გეკ. ანუ რაღაცნაირად აი ვიღაცას ჩაგვაბარე ხალხი. გეკა გელაძე საოცარი სტარტი ჰქონდა კარიერაში, პირველივე დღეს სპეცოპერაციით კანონდარღვევით დააკავა ნიკამელია. ანუ გეკამ პირველივე დღეს გვაგზნობინა მისი მკაცრი ხელი. აუ სახელი რომ თბილი აქვს, მაგრამ ტიპი ძალიან გიჟიროა არა უშავს. ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა ისე მოსწონთ სამინისტროში, რომ მადლიერი თანამშრომლი ლექსებსაც კი უძღვნიან. ის ყოველთვის ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზე ფეხი შედგა, ის ასეთია ჩვენი გეკა. მეც რაღაცნაირად მონუსხული ვარ ამ ადამიანით, გეკა გელაძეთი. როგორ მელოდიურად ჟღერს, აი უცბად ექსპრომტად სიმღერაც კი დავწერე გელაზე, იგივე გეკაზე. გელინო შუს მინისტრია გეკა გელინო.
გვაქვს, სამაიმუნო ხუმრობებიც გვაქვს. მოდი გადავიდეთ საერთაშორისო პოლიტიკაზე. აქ გეკა გვიცავს საქართველოში და წყნარად ვართ, ყველაფერი მშვიდადაა. რა ხდება გარეთ? რამდენიმე დღის წინ გაიმართა გაეროს ხდომა, სადაც საქართველოს საკითხი განიხილებოდა. მოდით ნახოთ რა მოხდა კენჭისყრაზე. გაეროში ჩინეთმა, ირანმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი დევნილების დაბრუნებას მხარი არ დაუჭირა. რა ვიცი გენაცვალე, რაც ირანის პრეზიდენტის გასვენებაში კობახიძემ ცრემლი ღვარა, მაგის ღირსები ვიყავით ეხლა ჩვენ, მარტო ცრემლი? ქელეხში ორნაირი თევზი თავისი ხარჯებით ჩამოიტანა ფოთიდან. ამიტომ არ უნდა გადაყვი არავის ირაკლი. მაგრამ ირაკლი ისეთია, გულში არ ჩაიდებდა, ჭერის ახნაზეც ჩავა იქ. მართალია იმ გასვენებიდან მარტო ესაა ცოცხალი დარჩენილი, მაგრამ მაინც ჩავა ძვირფასო მეგობრებო. კარგი. ირანს თან გადაჰყვა კობახიძე და ვერ გათვალა. ამ კენჭისყრის შემდეგ გუში გამოდის ირაკლი კობახიძე და აქებს და ადიდებს ჩინეთს. მოდით ნახოთ მისი განცხადება. ფიქრობ ჩინეთი არის სწორედ ის სახელმწიფო, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველამ. კი, ირაკლი, ჩინეთი არის მხსნელი, ჩინეთი არის შვება, ჩინეთი არის კდემა. მალე შეიძლება ირაკლიმ სახელმწიფო ჰიმნიც კი შეცვალოს და ეს ჰიმნი დაგვაზეპირებინოს. ჩინეთი ჩვენი ნატვრის თვალია, ჩინეთი ჩვენი საფიცარია, ჩინეთი თქვენი დედა ჩინეთი. მეგონი კარგად ვერით, ხო? სხვათა შორის ჩინეთზე გამახსენდა ოცნების ჩინოვნიკები, რომ დახსნეს საპასუხისმგებლო თანამდებობებიდან მოსალოდნელი სანქციების გამო ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესმენებიც არ არიან ჩემი აზრით მშვიდად. ნახოთ ლიბერთი ბანკის და უობიექტურესი ტელეკომპანია იმედის მფლობელის ინფორმაცია რას ამბობს ირაკლი რუხაძე. ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკს ყიდის, მას ბაზის ბანკი ყიდულობს, ბაზის ბანკიც ჩინური კაპიტალია. აი რა იცის სანქციებმა. ეხლა ეს სანქციებს რო ელოდება, ხო? მოიცილა ეს ლიბერთი ბანკი რუხაძე. ახლა შეიძლება ტელეიმედით ჩამოირეცხოს, იმიტომ რომ ივნისის ბოლოს მეგობარი აქტის კორპორატიული საღამოა და უნდა რომ კარგად გამოიყურებოდეს. გადავიდეთ ძალიან საინტერესო თემაზე. საქართველოს ქვეყანა, სადაც სოფლის მეურნეობა უნდა ყვაოდეს, ერთ-ერთი წამყვანი დარგი უნდა იყოს. თუ გამოიცნობთ, რა შემოვიტანეთ ქვეყანაში დიდი რაოდენობით, რისი დეფიციტი ქონდა და რა შემოვიტანეთ. ვერ გამოიცნობთ, რამდენიც არ უნდა იფიქროთ. ამიტომ ნახოთ ინფორმაცია. 2025 წლის 4 თვეში საქართველოში 4 მილიონი დოლარის ხახვი, პრასი და ნიორი შემოვიდა. ესე იგი ახლა ისე გვიჭირს თუ რომელიმე ქვეყანა რამე მოწყალებას გაიღებს, უთხარით პრასი არ გინდა გვაქვს თქვა. თქვენ წარმოიდგინეთ ეკონომიკური სანქციები თუ დაგვადეს, რა დღეში ჩავარდებით. ესენი ფიქრობენ რომ საქართველოს გამოძრება აქედან. რანაირად გამოძრებით, ჯერ ხომ არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გვაქვს და რესურს ვინ დაეძებს? ხახვი და პრასით საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს. ერთი სიტყვით ამ ხელისუფლების გამო შეიძლება შიმშილით დავწყდეთ, მაგრამ ზატო წყალი გვაქვს ძალიან კარგი ქვეყანაში. წყალი გვაქვს არაჩვეულებრივი, რა ვიცი, მე აი ვერ ვძღები ჩვენი წყლის სმით. მონოლოგის ბოლოს მოვიტოვე ადგილობრივი არჩევნები. გახარიამ უკვე რამდენიმე ხანია დააფიქსირა, რომ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ახლა როგორც ირკვევა, ლელოც აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. რა ვიცი ხალხო, რა დროს ადგილობრივი არჩევნებია. ისეთი ამბები ხდება მსოფლიოში, იქეთ უკრაინამ რუსეთს დაარტყა. იქეთ ამერიკა ღიად აფიქსირებს, რომ ინტერესები აქვს შავ ზღვაზე. აქეთ ევროპაში რეზოლუცია მიიღეს ოცნების წინააღმდეგ, კანონებს, სანქციებს იღებენ ამ მთავრობის წინააღმდეგ. ნატოს სამიზი არ იწვევენ ქართულ ოცნებას. მე მგონი თვითონ ოცნება აღარ იღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას და თქვენ სადგარბი ხართ, მე გამაგებინეთებთ. მოკლედ, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, იზღუდება მედია სივრცე, მალე ყველას დაგხურავენ, ასევე ფარას კანონით ყველა ადამიანი, ვისაც შემოსავალი აქვს, აგენტად გამოცხადება. პოლიტიკური ლიდერები რიგრიგობით ციხეში მიდიან. იქეთ ნატოს ცენტრი გააუქმეს საქართველოში, აქეთ ევროკავშირიდან იზოლირებულები ვართ. ამერიკის ელჩმა თქვენი ნერვები აღარ მაქვს და პენსიაზე გავდივარო. იჭერენ განსხვავებული აზრის მქონე ნებისმიერ ადამიანს, ძალიან მალე მთელი ქვეყანა დადუმდება, მეგობრებო. მაგრამ მე არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნები მოდის და ოპოზიცია ერთ-ორ ქალაქს რომ გამოგლეჭს ქართულ ოცნებას,
აი ასე მერე დადგნენ და იხალონ თავში მუშტები კობახიძემ და ბიძინამ რომ ჩამოეშლებათ ეს ამხელა ვერტიკალი. ამ არჩევნებზე სხვათა შორის განსაკუთრებით ბერდიას იჭინავას იმედი მაქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ მართლა ძლიერი ადამიანია და მაგაზე დგას მთელი ოპოზიციური ძალა. აი ამიტომ ვერ მოგვერევიან ხალხო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნა ნეკვიშვილის ხებზად მადლობა. Ძვირფასო ტელემაყურებლობ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ტელეკომპანია პირველის დირექტორის მოადგილე ბატონი ზალიკო უდუმაშვილი. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე სრულნაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება სანდომი, ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. ასევე გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა, სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძეზე და დააგროვე 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომობილსუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გავაკეთეთ ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. მისი მოძებნა პულტებზე მარტივად შეგიძლიათ მაგთიზე 45 ნომერი, სილქნეტზე 345, ახალ ქსელებზე 345, მარტივიზე 45. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათის შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ახალი სახალხო დუეტი სიმღერით დიქტატურა. ნახოთ. გარბის ამ ქვეყნიდან საზღვარ გარეთ მიაშურა ზუსტად ისე გვექცევიან ხალხმა რაც დაიმსახურა შეძლებულმა მთელი ერი დამშია და მოაწურა პინგვინივით ვინც თავს უქნებს გააწყო და დაპურა სისატურა რა კარგია დიქტატურა სისატურა ტანდაბალი დიქტატურა Deep-State-ის ბატონობა ქვეყანაში დასრულა თანაც ამ დროს მისი მხრიდან კაპიკიც არ დახარჯულა დასაჭერი დაჭერილა გასალახი გალახულა ყველაფერი აისრულა რაც კი მიზნად დასახულა დიქტატურა რა გვიმღარა დიქტატურა დიქტატურა ქვეყანა ჩალით დახურა გულით ყველა სიმორჩილებს აკოცებს და აბიზინებს თვითონ პიკასოს ყიდულობს ხალხს სამშობლოს აყიდინებს თელიერი მოკუნდულა მთავრობა კი გაშხლა რთულა დიქტატურის საშენებლად მოიტანეს არმატურა სისატურა რუსეთისკენ მიაშურა სუსი ყველას უსმენს ყველას კარზე მიაყურა ყველგან კამერებს აყენებს ყველაფერი გათვლილია ქუჩაში კი არა სახლში რუსიკით ვერ გაგვივლია სისატურა ვერ ნახეს კანდიდატურა ძალოვნებში დაგვინიშნეს მანდატურა ამ მთავრობამ საქართველო რუსეთისკენ შეაცურა ქვეყნის სათავეში გვიზის პრორუსული აგენტურა სალი ხელი ჯიბეში აქვს სალი სულში აფათურა ჩვენ წვალებასაც იწყებს ეს უბრალოდ გაგვახურა დიქტატურა ძალიან მომწონს დიქტატურა რაც დამყარდა
გვაწყოდა და გვაფურა ვაგრძელებთ გადაცემას და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP, PSP ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე სრულმა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება სანდომი, ყველაზე ტკბილი ზღაპარი. ასევე გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი, ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა, სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი, უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და დააგროვე 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G, ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენმა შემოქმედებით ჯგუფმა გავაკეთეთ ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენს პულტებზე, მაგთიზე 45, სირკნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ნინო წილოსანის მორიგი მუსიკალური ინტერვიუ და აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობთ. ნახოთ მუსიკალური ნომერი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ძვირფასო მეგობრებო, მივესალმებით ჩვენი გადაცემის სტუმარი ზალიკო უდუმაშვილი. ზალიკო, ძალიან მიყვარს შენი სტუმრობა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალე, იმიტომ რომ მადლობა დაპატიჟების. მიხანი აყოფილა შენ. ხო და თან ეხლა დაამთავრე საინფორმაციო და უცებ გადმოხედი აქეთ. მე მესმის, იმიტომ რომ თემა იმდენად ბევრი გვაქვს და საინტერესო რამდენად არის ჩვენთვის. საინტერესო ნაკლებად, მაგრამ ხო, მაგრამ რაღაცნაირად ამაზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ნელ-ნელა გვიახლოვდებიან. ხო არის ეს, ეს სიტყვა, მოჩოჩნა. ხო, მოდი, უკვე ჩვენთვისაც მოიცალეს, ეს ხო. ადრე თუ გია ხონდა მოეცალათ ახლა. ხო. როდესაც გვაპარპაშებდნენ. ძალიან დიდი ყანუ ვიპარპაშეთ, ხო და ნელა უკვე რაღაცა პატარ-პატარა შემოგდებული, აქვია საჩივრებით დაიწყეს. ეხლა ეს ჩემთვის ძალიან საოცარი საჩივარია ეს რა. სიტყვები, რომლის დასაცენზურებლად გვიჩივიან, აი ესეთი არის რეჟიმის პატიმრები, რამდენად შეიძლება უკვე თქვა, არ ვიცი. სასამართლოზე რატო გიჩივიან რეჟიმის სასამართლო ოცნებას რა შუაშია. ხო, არ ვიცი, სასამართლოზე რატო აქვთ ეს სასამართლო დამოუკიდებელი ორგანო. ხო და თვითონ იჩივლო სასამართლომ თუ რამე პრეტენზია აქვს. ხო, მაგრამ თვითონ ეს მარეგულირებელთან ქონდათ კონტაქტი თქვენ თუ იცი და მე როგორც ხვდები, მარეგულირებელი ძალიან დიდ შარშია. იმიტომ რომ ამის აღსრულების მექანიზმი ჯერჯერობით არ არსებობს. ანუ როგორ უნდა აღსრულდეს რა ამისთვის მაგალითად უნდა გქონდეს ჩვენ რაღაც გაიდლაინი, ხო? რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია, ხო უნდა ვიცოდეთ და ასეთ რამე არ არსებობს ჯერჯერობით. ანუ ეხა არის რეჟიმი ის, რომ ქართულ ოცნებაში რა სიტყვაც არ მოეწონებათ. ხო. ჩვენ არ ვიცით ის სიტყვა რეალურად მოსაწონი არის თუ არ არის მოსაწონი რა. ისინი ჩათვლიან რომ არ მოწონთ, გიჩვლებენ. ოღონდ მარეგულირების უფლება არ აქვს საჩივარი არ განიხილოს. უნდა აუცილებლად უნდა განიხილოს და ამ საჩივრის განხილვა სჭირდება დაახლოებით 2 კვირა ან 1 თვე ერთ საჩივრის განხილვა. ერთ დღესაც რომ შევიდეს დაახლოებით 500 საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში, ხო? ხო ყველა უნდა განიხილოს ავტომატურად. ეხლა საჩივრის დაწერას რა უნდა? გინდა ჩვენს მიმართულებით და გინდა თუნდაც იმედის ან პოზიტივის მიმართულებით. ახლა საჩივრის დაწერას რა უნდა? პოზიტივზე და იმედზე რა არის? რეალურად ისეთი ამ კანონის მიღებით თვითონ ოცნებამ ისეთი ქაოსური მდგომარეობა შექმნა თავად მარეგულირებისთვის, ზოგადად მარეგულირებს შეუქმნა ეს ქაოსური მდგომარეობა. რომ პრინციპულად რო შევიდეს ბევრი საჩივარი ფიზიკურად ვერ განიხილავენ რა. ამიტომ არის აუცილებელი თუ არ გვეცოდინება ჩვენ რა არის აკრძალული და რა დაშვებული
მანამდე იქნება ეს ქაოსური მდგომარეობა. ხო, იმიტომ რომ იმედზე რამდენი საჩუარ შეიძლება შეიტანო, ახლა იტყვი უსამშობლოები, ხო, ამბობენ, არის რადიკალური ოპოზიცია სიტყვაზე შეიტანს. რევოლუციას აწყობენ, გადატრიალება, დამხობა, ასე შემდეგ ეს ყველაფერი, არ ვიცი ხა როგორ უნდა იყოს. რა არის ისი კიდე მანდა არის რომ ახლა მაგალითად ახლა წამყვანებს აქვთ უკვე ესეთი ფრაზა რა, თოქ-შოუს წამყვანებს რომ ჩემი მე გახლავთ ჩემი საავტორო გადაცემის წამყვანი, ხო? ეს სპეციალურად ჩასვით, რომ ანუ მანდ როგორ არის, ცი ამახალი კანონის მიხედვით, ანუ შეზღუდვები სხვადასხვა გადაცემაზე სხვადასხვანაირად ვრცელდება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არის საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც პრაქტიკულად არაფრის უფლება არ აქვს. შემდეგ მოდის საზოგადოებრივი პოლიტიკური გადაცემები, რომელსაც აქვს შეზღუდვები, მაგრამ არა იმდენი რაც საინფორმაციო გამოშვებას და ბოლოს არის საავტორო გადაცემები, რომელსაც სადაც გადაცემის ავტორს და წამყვანს აქვს უფლება რომ თავისი აზრი გამოხატოს რა. ვინაიდან ეს საავტორო გადაცემა. ამიტომ ახლა ყველა წამყვანი ჩვენი გადაცემების, თოქ-შოუების წამყვანი ამბობს რომ ეს არის საავტორო გადაცემა, იმიტომ რომ რო არ დააჯარიმო, იმიტომ რომ ერთ-ერთი გადაცემა, რომელსაც შეუძლია რომ თავისი აზრი გამოხატოს როგორც ჟურნალისტის, ყოველგვარი ასე ჩემოვლითი გზების გარეშე ეს არის მე მგონი ყველაზე მეტად ნოდარის გამოა მოგონილი რაღაცა საგამოძიებო ჟურნალისტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში ამ კანონის მიხედვით, იმიტომ რომ პრაქტიკულად არაფრის უფლება აღარ აქვს. ანუ შენ წარმოიდგინე, როდესაც აკეთებ გადაცემას ვიღაც ჩინოვნიკზე, რომელიც ამხილე კორუფციაში, ხო? ხო. ახლოს ვერ მიეკარები საერთოდ. ვერც მის ქონებას გადაიღებ, ვერც ინტერვიუს ვერ ჩაწერ, ვერაფერს ვერ აკეთებ, თუ იმან თანხმობა არ მოგცა. ეხლა წარმოიდგინე, ვინ მოგცემს ხო ამაზე თანხმობას? მე ის ხერხები, რომელსაც იყენებენ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ხო იგივე ფარული გადაღება, სატელეფონო ზარები, არაფრის უფლება არ აქვს. თუ ჩათვალეს რომ ეს კანონდარღვევა არის და ავტონომურად ხო რა ეგ მინდა გითხო ახლა მაგალითად 90-იანებიდან ტელევიზიაში მუშაობ ხო რამდენი პერიოდი გამოიარა რამდენი მთავრობა ყველა მთავრობა გამოიარე მაგრამ ახლა ეს დღევანდელი მდგომარეობა შეფასება როგორ შეიძლება წინა მართლაც ახლა წარმოიდგინე 92 წელს ხო შეორდნეს პერიოდი იყო იქიდან გამოიარე ყველა ხელისუფლების პერიოდში გავიდა, ყველა ხელისუფლების პერიოდში იყო პრობლემები, ყველა ხელისუფლების პერიოდში იყო რაღაცა, მათ შორის მედიასთან დაკავშირებითაც იყო სერიოზული პრობლემები, მაგრამ ის რაც დღეს ხდება, ის რომ კანონის ძალით გადაწყვეტეს, რომ ტელევიზიები გააჩუმონ. ეს არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ კანონი მიეღოთ ტელევიზიის პირის ამოსაკერად. ეს არის რეალურად. და მეორე, არც ერთ ხელისუფალს აზრად არ მოსვლია, არც ერთ ხელისუფალს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შეეცვალა. ეს არის ხო ყველაფრის ანიც და ბანიც. არა, ყველა ხელისუფლება ამიტომ არის რომ ჩვენ გვაჩუმებენ და ხალხსაც აჩუმებენ, ხო? იმიტომ რომ ეს ღია თქვენს რომ ჩვენ აღარ გვინდა ეკავშირი და დავამთავრეთ ყველაფერს. მე მგონი ზალიკო შენ ახლა ყველაზე ბედნიერი კაცი უნდა იყო, იმიტომ რომ პოლიტიკაში აღარ ხარ. ანუ ახლა პოლიტიკაში ყოფნა არის აი მე ინტუიცია მქონია. მე ზურგის ტვინი მუშაობს, ანუ ეს არ დაიწყო. რა დროს მივხვდი რომ ესე იგი მაინც გძნობდი რომ რაღაცა უბედურება იქნებოდა პოლიტიკაში. რაღაცა გძენი აშკარად, აი შინაგანმა ძალამ მითხრა რომ ხო შეშორას ხო ხდები რომ ზაღდი ესე ეხა პრინციპში ან უნდა ვიждდეთ ციხეში, იმიტომ რომ დამბარებდნენ კომისიას. ან სასამართლოში უნდა ვიყო? სასამართლოში დადიოდი, ყოველდღიურად სადღაც უნდა მიდიოდე და რაღაცა გამოკითხვებზე იყო, ხო, არა მართლა, იმიტომ რომ მართლა ესეთი პოლიტიკური ქაოსი არ მახსენდება რა. პრინციპში მე როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, თვითონ ამერიკის ელჩიც კი გამოიფიტა. კი, გამოიფიტა და დავიდა. როგორც ევროკავშირის ელჩი გამოიფიტა, ის როცა მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ აი ამ სცენარის წარმოდგენა ძალიან რთული იყო ახლა დღესაც არის რა, მაშინ სულ სამოცულობა იყო, მაგრამ მაინც ეთყობა რაღაც შინაგანი ძალა, მაინც მაგ. კი. მიკარნახა. აი, ზალკო, რაზე მინდა ისე გადავიდე, ახლა მაგალითად შენ ხშირად დადიოდი ხოლმე ახლა როცა ნორმალური სიტუაცია იყო ტელევიზიიდან და ტელევიზიასაც ჰქონდა საშუალება იმ პერიოდში სანამ სარეკლამო ბაზარს დაგვიბლოკავდნენ და უბედურ დღეს ჩაკვირდნენ, რომ ტელევიზიიდან ხალხი მიდიოდა, ნუ სემინარები იყო სემინარებზე და ხო სხვადასხვა მივლინებები და სხვადასხვა ტელევიზიებში ხო ნუ მე მახსოვს ბოლო ისტორია რომ მოყევი Facebook-შიც ხარ ნამყოფი ხო ხო საინტერესო ქვეყნები რომელი იყო შენთვის ყველაზე ბევრი საინტერესო ქვეყანა იყო მაგალითად ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის შვედეთი და
და იქ და რამ განმაცვიფრა შვედეთში ესე იგი რა. ერთ-ერთ საღამოს ჩვენთან სტუმრად მოვიდა სტოკჰოლმის მერი. მერი. წარმოიდგინე ხა ამხელა ქალაქია სტოკჰოლმი რა. ისი მერი ბევრი ვისაუბრეთ რაღაცა და რო წამოვედით სტოკჰოლმის კუნძულებზე განლაგებული ქალაქია და ერთი კუნძულიდან და მოსულიყავით ამ ცენტრში რა ქალაქის ცენტრში მოვედით გემით მოვედით ქალაქის ცენტრში. რო ჩამოვედით კიდევ საუბრობდით გზაში რა ანუ ასე და უცბად დავინახე რომ ეს მერი აწყვუტდა რა რაღაც აწყვუტდა თან რაღაც იყურება აქეთ-იქით. ხო და ეხლა ველოდები რომ მანქანა მოაკითხავს ჩაჯდება და წავა რა. და უცბად მომბრუნდა ბუდიში უნდა გავიქცე ჩემი ნომერმა ტრამვაი არ გამოსწროსო. გავიხედე და გაჩვენებას დავდგარ ტრამვაი ჩამოდგა. ეს მერი შეხტაში ტრამვაიში და წავიდა. დავჭიქს გახსოვული სტოკჰოლმის მერი წარმოიდგინე ჩემმა ტრამვაი არ გამოსწროსო. ტრამვაი წავდებოდა. მისი ნომერი მოვიდა, მისი ნომერი. ხო და მე სადაც სასტუმროში სადაც ცხოვრობდი, ზუსტად გვერდით ცხოვრობდა პრემიერ-მინისტრი ქვეყნის. და რო გამოდიოდი ხოლმე სასტუმროში მოწევა არ შეიძლება და ვეწეოდი ხოლმე და გარეთ ერთი დაცვის ბიჭი იდგა ხოლმე, აი სიმბოლურად დაცვა რომ უნდა იდგეს რა დაცვა რა. ხო. აი პროსტ არ ფსაკეთებ პროსტ დაბარეულ და ხა მე ძალიან ხშირად ვეწეოდი, მწეველი ვარ და ანუ ის ბიჭი ცუ იქ იდგა რა. გამოველაპარაკე და ახალგაზრდა ბიჭი იყო და დამაინტერესა აქ რა თქვა მეთქი რა და არა აქ მესამსარძო პრემიერ-მინისტრი ცხოვრობს რა და უბრალოდ სიმბოლურად უნდა ვიყავ თორე ამე კი არ არის ახლა ვინმე კი არ ვარ. უი აქ სახშია მეთქი ახლა მეთქი და კიო სახშიაო ახლა და შეიძლება ავიდე მეთქი დარეკე ზარი და ინგლისის დაგაკა ხოლმე დაელაპარაკე რა გინდა რა საქმე კიდევ ძალიან მაგარი სიტუაცია ის იყო ნორვეგიის ტერაქტი რო იყო ხო ბრეივიკის ამბავი რო იყო ეგ საშინელი ამბავი რო მოხდა დათო ნიკურაძე გადაფრინდა მაშინ რუსთავში მუშაობდი გადაფრინდა ამაბის გასაშუქებლად რა ნორვეგიაში და გავიგეთ რომ იმ დღეს დაინიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია და დათო თქვა რომ მე წავალო ახლა პრემიერ-მინისტრის მთავრობის სახლში სადაც პრემიერ-მინისტრის ის გავარკვევ როდის არისო და რომ გადავიღო პრესკონფერენციაო და რომ მივიდა დათო ვიკითხა რა პრემიერ-მინისტრი ადგილზეაო ხო და არ ვიცითო იცით და როგორ გავიგო ადგილზე თუ არაო და არაფერი აგერო გადითო პარკინგი სადაც არისო პრემიერ-მინისტრის ველოსიპედი თუ დაპარკინგებულია ესე იგი მოსულია პრემიერ-მინისტრის ველოსიპედია დაპარკინგ და ეხლა წარმოიდგინე ჩვენთან კობახიძე ველოსიპედი კი არა ადმინისტრაციიდან ჯაჭვით რო ამბობს ხო რომ არავინ მოპაროს არ მოპაროს არა ჩვენთან გენაცვალე რა ვიცი იმ დღეს ამბობდა ერთ-ერთი სტუმარი რომ ზუგდიდის მერიაში 800 კაცი მუშაობს და რა ვიცი იქით კიდე მანქანები ქვეყანა და რავი აქ ისეთია რომ ფაქტიურად იმდენი ადამიანი მუშაობს რომ წესით ერთი 20 ჯერ დიდი ქვეყანა უნდა ვიყოთ რომ ეს ხალხი მოემსახუროს და ნუ აქ ჩვენთან ეს ამბავი რომ ჩვენთვის სასაცილოა ეს არის ტრაგედია ხო აბა რა ხტორი კი ხა ევროპის შეულებრივი ამბავია მაგრამ ეცი არის მინდა ახლა შენს იმას ანუ შეხო მეორე არხიდან დაიწყე რეალურად ხო 92 წელს ანუ პირველი ეთერი როგორ გახსოვს აი რა იყო შენი პირველი არ მახსოვს რას ქვია მაგას რა დამოვიწყებს 1992 წლის 24 ივნისს დაინიშნა ჩემი პირველი ეთერი თარიღიც მახსოვს ნუ მთელი ღამე არ მძინავს ახლა პირველი პატარა ბიჭი ვარ ტელევიზიაში მიმიღე სამუშაოდ პირველი ეთერი უნდა იყოს და გავათენე მთელი ღამე ნერვიულობაში დილას ავდექი გავემზადე ტელევიზორი ჩავრთე და ტელევიზიის შენობა დაკავებული აქვს ვალტერ შუღაიას შეარაღებულ ჯგუფს. რა ხდება იცი ბეტერები დაშენგინებენ სროლა ავტომატების კაკანი აქედან გვარდია მიადგა ტელევიზიას იქიდან შუღაიას სასტავი ისურის თუ ინგრევა იქაურობა აბსოლუტურად რა პირველი ეთერი რა ისე ასე ჩაიშალა ჩემი პირველი ეთერი ესე ვალტერ შუღაიამ ჩამიშალა ეთერი არა კაია ნუ ღამე ეთერი როცა მთავრდებოდა პირველ არხზე რჩებოდა მორიგე ინჟინერი რომელიც ნუ პოლემას აქცევდა რომ უბრალოდ იქ ცუდრიამი არ მოხდარიყო და ეს ღამე რა უნდა ეკეთებინა ახლა ხო ამ მორიგეს და ეთყობა რაღაც გერმანული პორნოგრაფია ქონდა რა ხო შეიძლება თავის უყურებდა ერთობოდა კაცი რა ამ სიარულში დემეშე ეთყობა შეეშალა და ხელი იდაყვით დაეყნა რაღაცა და
ეს ყველაფერი gardies გავარდა ეთერში რა. აუ. შევარდნაძეა პრეზიდენტი ამ დროს. და აღმოჩნდა რომ ნანული შევარდნაძეს არ ძინავს. უყურე. და ჩართო ტელევიზორი. Gardies გერმანული პორნოგრაფია როგორი იცი? ბასის დას. აი. სასწაული ხდება. გააღვიძა სასწრაფოდე თუ არა. შეხედა შეწევებს რა ხდება. აუ, ინგრეოდა ტელევიზია. ესე იგი ინგრეოდა. გასწორე როშ ტელევიზიის დირექტორი რო შევარდა საეთეროში და ეს კაცი რო წამოწოლილი ზის და უყურე. რაში რა ვიცი რა ვიქნები. ნეტარება შეუყურე. ტელევიზიის დირექტორი ბაჟი ვინ იყო ზაზა? შეკერე. კაია. ხო, იცი რა არის კიდე ერთი კითხვა, ეხლა შენ მაშინ ალიონიც მიყავდა, მაგრამ აი სხვა გადაცემები რა კი არ მაქვს პატარა ვიყავში. მეორე ახსენე დავიწყე, მეორე ახი რა იყო, ხო ეს პირველი გამონათება იყო საბჭოთა ტელევიზიის ალტერნატივის რა წარმოიდგინე ის პირველი არხი რაც იყო საბჭოთა პერიოდში იმის ალტერნატივა უცბად გაჩნდა მეორე ხე სადაც ადამიანები გამოდიოდნენ თავისუფლად ლაპარაკობდნენ რაღაცა და აი ძალიან პოპულარული გახდა რა ეს მეორე არხი აი ძალიან და ნუ მაშინაც პირველად ვიდგავდით ფეხს ასეთქა ტელევიზია და ფული მაშინაც ჭირდა იმ პერიოდშიც ხო და ამიტომ მოვიფიქრეთ რაღაც ვიქტორინას ვათამაშებდით რა რაღაც ფული შემოგდიოდა ვიქტორინა რა იყო რომ სვავდით პირდაპირ ეთერში კითხვას ვინც დარეკავდა და სოფასურს გავცემდა იმას საჩუქრებს ვაძლევდით აი ხა რომ წარმოიდგინო ესე პირამიდის ფორმა ქონდა ამ საჩუქრებს ესე იყო დაალაგებული რა ხო და ყუთები ხო რა ყუთები რაღაცები რა სამზარეულოს ტექნიკა და რაღაცა ხა მინიმალური რაღაცები და ოპერატორი ყავდა გაფრთხილებული ახალი ოპერატორი იყო მოსული რა ესე ძალიან მონდომებული ბიჭი იყო ყველაფერს პასუხისმგებლად ეკიდებოდა და უთხარი რომ რო არ შეგეშალოს მეთქი რაღაცა მეთქი უყურე მეთქი პრიზი რო არ შემთხვევით სხვა არაჩვენო მეთქი თითით რასაც გაჩვენებ მეთქი ზუსტად აი იმ პრიზზე გააკეთებ მეთქი ახლო ხედი შენ რო ახლო ხედი ანუ ნაეზდი ჩვენაზე ახლო ხედი რო იქნება მეთქი ახლო ხედის რო გაჭედავ მეთქი მე დავიწყებ პრიზზე ლაპარაკს მეთქი და მაყურებელსაც ენელა იმას ვიზავ რა შემოდი ზარი რაღაც კითხვა დავსი ვიღაც შუახნის ქალბატონი შეიძლება ცოტა გადაცილებული სანდომიანი ქალბატონი რეკავს ორი პასუხი გამცა რა ხა წარმოიდგინე უნდა ავდგე. ხო. ეს ალაგია პრიზები. აქ დევს ის პრიზი რაც ბოლო რაც არის რა თავზე რა და ეს არის მიქსერი რა და აი მიქსერი როგორი რაღაცაა ეს 90-იან წლებში ეხა რომ მანქანა აჩუქო რა. აქ ხელი თქვიფავს რაღაცებს და მიქსერია რა ეხა ელექტრო წარმოიდგინე მანქანა ჩვეულებრივი რა. და ესე დგას და ოპერატორს დავანახე რომ ნაეზდი მეთქი. და ოპერატორს რაუნდა მაგას და წამოვიდა ნაეზდი და მეც დავიწყე და ეხა ინტრიგა უნდა შევაგდო ამ ყველაფერში რა ეხა გამოიგო უნდა უთხრა ხო რა და არ ვეუბნებით ან უმალავ რა და მე ვთხარი ქალბატონო მეთქი თქვენ ეხლა ისეთი რაღაც მაიგეთ მეთქი რაც დღეს მეთქი ყველა ქალის ოცნებაა არ ვიცი მეთქი აი დილას შუადღისას საღამოს ღამეს სულ თქვენს გვერდით არის მეთქი რა ამის გარო სიამოვნებას მიიღებს მეთქი ქალი მეთქი ვერაფერი ვერ შეცვლის ამ სიამოვნებას აი პირობას გავზეს მეთქი თქვენი ქმარიც კი ეჭვიანებს მეთქი იმდენ დროს გაატარეთ ამ ყველაფერს ამ თანამედროვე მეთქი და ბიჭო როცა რეკავ ხო ბიჭოლი ვარ იქიდან ხო პასუხი არის არა და სულ რო სანთებელა ჩქო ადამიანს მადლობას გეუბნება ხო და დუმილია რა ანუ არაფერი არ ისმის და ცოტა ხანში მესმის სიტყვები ვაიმე ჩემი სიკვდილი ვაიმე ეს გათახსირებული ვაიმე ეს რეებს ლაპარაკობს ცოტა დავიბენი და ეთქობა სახში ოჯახი უყურებდა ამ ყველაფერს და იქიდან კაცის ყვირილი ქალო სადარეკა ვინ არის ეგა მაგიჟაზე იქნება ნუ აი ინგრევა ეთერში ყველაფერი რა ხდება და მე ხო გელარეს კაცო გაშტერებული ხა თანამ სანუკვარპრის მინდა გადავცე და თან ისა და ნუ მივხვდი რომ რაღაც არ არის კარგად საქმე რა და მონიტორისკენ გავაპარეთ ვარი და ეს ნაეზდი არის წამოსული ჩემ შარვალზე ეს კრუპნი პლანი ჩემი შარვალ ოპერატორს გვერდი აუულია მიქსერს აუარა და მოვიდა მირდა აი ესე ვარიგებ ესე იგი თან ისეთი რომ ქმარს შეგიცვლით იმ დღის მერე ხომ ვიქტორინა აღარ წამყვანია საერთოდ ერთი წელი სამაგიეროდ მაშაყილებდნენ ტელევიზიაში ზალიკორო პრიზებს არიგებს ეგეთი უნდაო თორე იცი რა გამორჩა მე რადგან ახლა შვედეთზე ლაპარაკობდი ხომ მე ვიცი რომ ახლა შენ ნამყოფ ხარ ასევე აზიის ქვეყნებში ხო აზიის ქვეყნები ძალიან საინტერესოა მაგ მიმართულებით კი ძალიან საინტერესოა მაგალითად აბუდაბიში ვიყავი
სხვა შორის იმ შეიხთან ეხლა როგორ ბახიძე დადისხმენ მაგ შეიხის სტუმარი ვიყავ კი იქ გავიცანი ვანო აბუდაბის ბედნიერების მინისტრი როგორ ბედნიერების მინისტრი აყავთ ასეთი კი რაღაცის და ბედნიერების მინისტრი გიამკანს ის რაღაცა ეს რო გავიცანი მე ვთქარი ეს რაღაცა არ მაინტერესებს აი ეს ბოლო მაინტერესებს რა შვება ეს კაცი ამისთანაც რა ბედნიერების როგორ მისი დანიშნულება არის რომ მისი მოქალაქეები უნდა იყვნენ ბედნიერები და აღმოჩნდა რომ ის ხალხი მართლაც არის ბედნიერი ნუ კარგად მუშაობს ეს ვრცელდება მარტო საემიროების მოქალაქეებზე ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ ვრცელდება ეს ბედნიერების ინდექსი შესაბამისად ისინი უბედნიერეს ხალხია იმიტომ რომ დაბადებიდანვე არიან მილიონები ანუ რო იბადება იქაური მოქალაქე უკვე გარანტირებული გაქვს ყველაფერი ამ ცხოვრებაში ანუ უფასო სწავლა ფული სასახლე რო კონდეს ცოლს რო მოიყვან მეორე სასახლეს ჩუქნიან იმიტომ რომ ცოლი მოიყვანე შვილი დაგება და კიდე ერთ სასახლეს ჩუქნიან სადგინდა ისწავლე თითი დაადე ანუ რომ სრულიად უზრუნველი ცხოვრება აქვს რა ამ ხალხს იმ შემთხვევაშიც კი თუ ძალიან ხარბი ხარ და ის რაც გაქვს არ გაკმაყოფილებს წახვალ ბანკში და აიღებ კრედიტს ეს კრედიტი არის რაღაც 0.რაღაც%-იანი თუ რაღაცა სიმბოლური რა მაგრამ ეს კრედიტი რა ხდება ყოველ წლის ბოლოს შეიხი გამოდის ტელევიზორში და ამბობს ჩემო თანამოქალაქეებო ვისაც კრედიტი გაქვთ ეს კრედიტი გაგინულდათ და ეს ყველანი წლის ბოლოს გამოვიდა ეს კრედიტი და გენო დიდებია ხო? ერთი წელი გადაიხდი. არა, ისევ წელს არ თარიღს არაფერს კაცი. აუ რა კაია. ჩვენ საკრავით ჩვენ კარგად ვართ. რა ვიცი, კარგად ვართ. ერთი ბედნიერების მინისტრიც გჭირდება, ერთი სამინისტრო გვიდა რომელიც და ძალიან ბევრი სამუშაო იქნება სხვადასხვა აქვს. ბოლოსკენ მე მინდა მაინც რადგანაც ეს უკვე დაიწყეს ცენზურა ტელევიზიების მისამართით ჩვენთან მოსულია სპეციალურად მარეგულირებელიდან ერთი ადამიანი, რომელიც პირადად რადგან ჩვენ დირექტორის მოადგილე ხართ ტელევიზიის, მობრძანდება და თვითონვე გაგაცნობთ უკვე უშუალოდ შემდეგი ჯარიმები რაზე იქნება მობრძანებით თუ შეიძლება. გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება. მოგესალმებით ბატონო ვანო. მოგესალმებით. მე გახლავთ მარეგულირებელიდან, თავარი მარეგულირებელი ბატონი ვასილ ვასაძე. ანუ ვასილ ვასაძე რატო? გელადის ნათესავი ვარ და ახლა დავინიშნე ანათამდეობაზე. დავძებით თქვენის ნებართვით. ზალიკო როგორ ხარ სანამ ხარ მოგესალმებით. სანამ ხარ მოგესალმებით ჩემო. ესე იგი. სუსაჩურებია რა თქმა უნდა. აგიხსნით. ლუჩქაროთ. ყველაფერს აგიხსნით. ხოთა შორის ზალიკო ტყვირა იცინი. მე არ ვიყო ვასო ვასაძე, შენ თუ YouTube-ზე არ გადაგიყვანე. სხვა ტელევიზიის თანამშრომლები. Unboxing-ი უნდა გააკეთო. პოდკასტი, ზალიკოს პოდკასტი. ახლა პირდაპირ საქმეზე გადავა. დავიწყოთ ბატონო. უნდა აიკრძალოს ისეთი სიტყვები, როგორებიც არის მაგალითად რეჟიმის ტყვეები, ოლიგარქი. გავიგეთ ხო? კი. იგზალება. რა იგზალება? რეჟიმის ტყვეები, ოლიგარქი. გამარჯობა შენი ამ წუთას გითხარი და გამიწერა. ოლიგარქი რეჟიმის ტყვეები. არა ამას ძალა არ აქვს ბატონო ვანო. აჰა. ჩაიბარა. ჩაიბარეთ ეს თქვენ. კარგი, ამას ვატოს გადავთ. ვატოს აუწადოთ. ოლიგარქი და მეორე რა იყო? მინდრის ყვავილი. მინდრის ყვავილი. კი ბატონო, გისმენთ ბატონო. აუცილებლად უნდა აუგზავნოთ ეს ნანუკა ქაჯაიეს ემოციები. არ შეიძლება კაცოს გოგო გამოდის და არ სუნთქავს. სამი კაცის აერ სუნთქავს. არ იქნება ვიღაცა დაუტოვე ვიღაცა ჟანგბადი. აი ახლა ძირფაზე ტელემაყურებლებო გამოვიდა სპეცნაზი, ჩართეს წყლის ჭავლი, სტუდენტებს გაუტეხეს თავი. რა თუნდა ეს? გამოვიდა. ეცნა. წყლის ჭავლი მიუშა სტუდენტებს, გაუტეხა თავი. არ შეიძლება ეს რო გამოიწე. პოზიტივი. არ უნდა პოზიტივი გადმო, არ უნდა ეს ამდენი აგრესია. ისე ზარგეში მაგ ნერვები კაცო რა. არ შეიძლება ასე. ჯარიმებზე დავწერ. ბატონო, ანუ კონკრეტულ ადამიანებსაც უწევთ, ეხლა ნანუკას დაუწევთ. ნანუკას აუცილებლად დავუწევთ. აი მაგალითად გიორგი თარგამაძეს დაუწევთ? გიორგი თარგამაძეს ვერ უწევთ. საერთოდ ვერ უწევთ, იმიტომ რომ ეგ იმდენი ხნის ჟურნალისტია, პალეოლითის ხანის არის და იუნესკო იცავს.
იუნესკო იცავს ფაქტიურად თორე ხელფეხი მაქვს შეყრული თორე დავაჯარიმები პრობლემა არ არის. იუნესკო. და ის მიშლის კიდე ის ნერვებს ის გოგო რო არ იქნება სამართალი, არ იქნება. გადატან მაგასთან მე. ჯარიმას. არ იქნება სამართალი, არ იქნება შვიდობა. არ იქნება ენა და არ იქნება კლიკინი. გადაეციეთ იმას. გავაგაბრაზებულა. ასევე ბატონ გელაძეს იკრძალება რომ დაუძახოთ გეკა. გასაგებია? გეკას ვეძახით ჩვენ მარტო ტუსოვკებზე. როცა ვარ ტუსოვკებზე გეკ. ეს არის ჩვენი. ეს არის შიდა სამზარეული. ასევე გვაქვს ჩვენ ესე იგი ფასიანი ჯარიმები. ბატონო ზალიკო. ესე იგი ახლავე აგიხსნით ფასიანი ჯარიმები რა არის? ესე იგი მაგალითად ოლიგარქი 5000 ლარია ჯარიმა ოლიგარქი. ფასიანი სიტყვები. სიტყვები ხო, ანუ სიტყვები არის, თავაზობ ესე. უკეთ ფასიადებს ხო სიტყვას ხო? ბატონო მანო, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვეულებრივი ბიუჯეტი ხომ შევავსოთ. ამ სიტყვებზე არის ამდენი. იტყვი ამ სიტყვას კეთილინებე გადაიხადე. ოლიგარქი 5000 ლარი, რუსეთის მონა 1000 ლარი, კორუმპირებული 5 ლარი. აღეს ბევრი ყავს კორუმპირებული. იაფიარი. ასევე გვაქვს ესე იგი პაკეტები გვაქვს. ეს შანსი მესიჯიც მოგივიდოდათ. ნახეთ ესე იგი დაინტერესებს ესე იგი შემთხვევა უყურე შემდეგი სიტყვების გამოყენება ესე იგი ოლიგარქი რუსეთის მონა პლუს სპორტული არხი შემიძლია გაიკეთოს 7000 ლარი. ორი სპორტული არხი მოყვება. 7000 ლარი შემიძლია ეს გავაკეთოთ. ესე იგი. გავიგეთ ხო? კი. იგივე ამ პაკეტს. იცი და გავივლი ახლა მე მაგას. კიდე რა შეთავაზებებზე გავამიგზავნეთ და ერთიანად მე კი ბატონო. ესე იგი ოღონდ ამ პაკეტს რა ვიღებ, რამდენჯერ შემიძლია ოლიგარქის თქმა და კამერებია მოწამე. მოწმეები ხართ, აგერ ამ წუთას ახსენა ოლიგარქი. დაკრა. ვანო ამ თვეში ხელფასები აღარ არის. გაგვატყავა, მოვიდა და წავიდა. ასევე მე მინდა ესე იგი რომ თქვენი ამბავი მე ვიცი, მაინც რაღაცა შეიძლება სადღაც ისე თქვა რაც არ ვიცი ხა, წამოგცეთ შეიძლება და ამისთვის ჩვენ გვაქვს მოფიქრებული ელექტროსაყელო. ელექტროსაყელო არის, აგერ შემიძლია გაჩვენოთ, აი ეს ელექტროსაყელო, აბატონო, ელექტროსაყელო. ჩვეულებრივი საყელო, არაფერი, აი მაგალითად გაიკეთებთ, ხო? მოგესალმებით, თვითფოსო მეგობრებო, მე ზალიკო ვარ უდუმაშვილი, თქვენ უყურებთ 8 საათიან საინფორმაციო გამოშვებას. ქვეყნის ოლიგარქი. ოლიგარქი. რეჟიმის პატიმრობა. თავისით ანუ რეჟიმის პატიმრებს როცა რეჟიმის ელემენტები დაუხდება. ამას გამოსვით არ არის პრობლემა, ჩავიდებ ამას ხდება. ასევე ესე იგზალება მთელი ოპოზიცია იგზალება. ყველა? კი. აკრძალვა ოპოზიციის აკრძალვა. ოპოზიცია რატო უნდა აიგზავნოს გასო? მადლობა მითხარით, რომ აკრძალვა თორე იმას დაკრძალვა უნდა. მე ხოვე მივედი ჩაუვარდი უხლებში და კარგი ამ ეტაპზე აკრძალვა. ისი რა არის ბატონო, აი ხა ოპოზიციურ ტელევიზიებს რა აჯარიმებთ? დიახ. სამთავრობო არხებს არ აჯარიმებთ? რა თქმა უნდა, იმედზეც შემოვიღეთ ჯარიმები. თქვენ არ გეგონოთ, რომ ესე მარტო რა შემოიღეთ, აი რა ჯარიმები? აგიხსნით გენაცვალი. აი მაგალითად იმედი ჟურნალის ეგზალება შემდეგი ფრაზები. უყურე, გადამეტებული სიყვარული, ვისაც აქვს გამოხატულება, ეგზალება ეს. ანუ უნდა იყოს ზომა, წონა უნდა იყოს. აი მაგალითად, თქვენი არსებობა მაბედნიერებს ჩემო პრემიერო. ამაზე ჯარიმა არის მაგალითად. ბატონი ბიძინას ლამაზი ქუთუთოები ალამაზებს ჩვენი ქვეყნის ისედაც ლამაზ ბუნებას. ეს უკვე გადამეტებული სიყვარული ხდები? ასე, დიახაც, დიახ. ქართული ოცნებას ვენაცვლე ჭანჭლებში. ეხლა ეს ფაქტია, რომ ეს უკვე ნამეტანია. ვიღაცამ თქვა, ხო? წამოწდა ერთ-ერთ ჟურნალისტს. მოდი არ ვიტყვი და ერთ-ერთ ჟურნალისტს წამოწდა უბრალოდ ეს პირდაპირ ეთერში. არის. რა მინდა რომ გითხრათ ის ბოდიში კი მიმასწავლა დაცვა, მაგრამ ის ნოდარ მელაძე მთავარი გველი ზემოთ არის ის. ხო, მე მგონი მეორე სართულზეა. მეორე სართულზეა, ხო, მეორე სართულზეა. ესენი ამ ჩემოდანს რო უყურებთ მაგათი ჯარიმები. ოღონდ ეს არ გეგონოს, ეს არის ერთი გადაცემა. ეს არის ერთი გადაცემის და არ ეს არის ყოფა. მეორე რულონი მქონდა სადღაც.
ნოდარი ზემოთ მეორე სართულზე. მეორეზე ხო, ეხლავე. კი ბატონო. ზალიკო ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ეს კი ცოტა ირონია იყო და იუმორი, მაგრამ არც არა ვორჩო. აი სახელო განსაკუთრებით. სახელო განსაკუთრებით. არა, ნუ ეგეც შეიძლება შეგვაფანეს ეგ მოგთხოვ. მოკლედ დიდი მადლობა ჩვენს სტუმარი იყო ზალიკო უდაბასილი, მადლობა ზალიკო. ფასო ტელემაყურებლებო ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვ და ერთმანეთს შევხვდებით. Რაღაც თქმა უნდა ერთ კვირაში ახლა მივდივარ მთელი ოპოზიციური არხის ჟურნალისტები ვიკრიბებით იატაკ ქვეშეთში. თავრობა უნდა ვლანძღოთ და უნდა დავიცალოთ ემოციებისგან. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.